When I step outside and feel that breeze blowing, wanna share it with you. And every moment we're together feels like it's a Caribbean cruise. თბილისიდან დაბა სიონში მიმავალი რამდენიმე გზიდან ცხარიჭამიის გზა ყველაზე გამორჩეული და ლამაზია. საბადურის ტყის ამ მონაკვეთზე ზაფხულის ყველაზე ცხელა მინჩიც ცივა. მდინარე და წყალსაცავი, რომელიც ზღვის ფუნქციასაც ასრულებს. ამ ყველაფერს თიანეთის დაბა სიონში ნახავთ. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ივრის ხეობაში გაშენებული სიონი ზაფხულში დამსვენებელს ვერ იტევს. ეთერ სარჯველაძე უკვე მრავალი წელია სიონში ისვენებს. ეს კოტეჯი მისმა ოჯახმა დიდი ხნის წინ წყალსაცავის მშენებლობის დროს შეიძინა. ამბობს, რომ სხვა კურორტებთან შედარებით სიონს ბევრი უპირატესობა აქვს. გამორჩეული არის იმითი, რომ არის ძალიან სუფთა ეკოლოგიურად. არის, რადგან თავისი გესი აქვს ამ სოფელს, ყოველთვის არის სინათლე, არასოდეს არ არის სინათლის პრობლემა. თავისი წყაროა, საიდანაც მარაგდება. შევამოწმეთ ჩვენ ეს წყალი თუ კი ადამიანის ორგანიზმს რაიმე ქიმიური ელემენტი ჭირდება, აი აბსოლუტურად სულ ყველაფერი იყო ამ წყაროს წყალში. ჩემ შვილს ჰქონდა ბრონხიალური ასთმა. ნუ რაღაც საშინაო დღეში იყო ბავშვი და 3 წელი რომ დავდიოდით, ისე იგი ზედიზედ. ისე იგი ისიალაგდა ეს დაავადება, რომ აი ყოველგვარი წამლის და იმის გარეშე. ნუ ვისაც არა აქვს იმის საშუალება, რომ საზღვარგარეთ იაროს დასასვენებლად. ან თუნდაც ჩვენ კურორტებზე ბათუმი და ქობულეთი და იქეთ, ხო? იმათვის ეს ზღვის ფუნქციას ასრულებს. სიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ეს წყალსაცავია, რომელიც ექსპლუატაციაში 1963 წელს შევიდა. წყალსაცავს, რომლის საერთო ფართობიც 12 კვადრატული კილომეტრია, ძირითადად სარწყავად იყენებენ. დაბა სიონის დაარსების ისტორიაც სწორედ ამ წყალსაცავს უკავშირდება. ამ წყალსაცავის ადგილას ადრე 10-მდე სოფელი იყო გაშენებული, თუმცა მას შემდეგ რაც კომუნისტებმა აქ წყალსაცავის მშენებლობა წამოიწყეს, მოსახლეობის ერთი ნაწილი დაბა სიონში გადასახლდა. ეს დაგუბებული მდინარე იორია, რომლის მაქსიმალური სიღრმე ახლა 67 მეტრს აღწევს. სიონის წყალსაცავში ერთდროულად ბანაობა და თევზაობაც არის შესაძლებელი. ექსტრემის მოყვარულ დამსვენებელს წყლის სხვადასხვა სახის ტრანსპორტით გასეირნებასაც სთავაზობენ. ამ გზას სიონელები პლატინას უწოდებენ. აქ ზოგჯერ თვითგამოხატვის ასეთ ორიგინალურ ფორმასაც შეხვდებით. Longe de ser príncipe, filho de uma rainha que me dá as mãos e me faz sentir seguro. Fez acreditar que toda escolha é minha, de tudo que eu plantar hoje eu vou colher no futuro. Olha o rei, acorda cedo e vai à luta. იმისათვის, რომ დამსვენებლებს ყოველ წელს უკეთესი პირობები შეუქმნან, ადგილობრივი თვითმმართველობა სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს. მიმდინარეობს დასუფთავება სანაპირო ზოლის პლიაჟის. წინა წელს დასრულდა სიონის სასადილოს მონაკვეთის 21 კილომეტრიანი მონაკვეთის რკინა-ბეტონით მოწყობა, რამაც ხელი შეუწყო კახეთის მხრიდან ტურისტების მოზიდვას, დამსვენებელის მოზიდვას. გაკეთდა სიონიდან ზურაბების მიმართულებით მოეწყო მოასფალტდა 7 კილომეტრიანი მონაკვეთი და წელს გაგრძელდა დარჩენილი 7 კილომეტრიანი მონაკვეთი ზურაბები ხევსოფლის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, თიანეთის რაიონი გამოცხადდა
მწვანე მუნიციპალიტეტად. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი წარმოების ყველანაირი პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქტი, რითაც ეს თბილისელი დამსვენებელი მოხიბლული არის ძალიან. თავაზობს ადგილობრივი მოსახლეობა, ყველი, კარაქი, ეს ყველაფერი არის ადგილობრივი წარმოების. მაქსიმალურად ვცდილობთ უცხოელი ტურისტების მოზიდვას, დაგეგმარება მიმდინარეობს ტურისტული მარშრუტების. ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ მე ხოტბას ვასხამ თქვა დღევანდელ მთავრობაზე იმას, მაგრამ რო არ აღვნიშნო არაფრით არ შეიძლება. აი ეს ბოლო 4 წელიწადი რაც გაკეთდა მაშინ დაბაში და საერთოდ აქეთ მხარეს კომუნისტების დროსაც არ გაკეთებულა. აი მაგალითად არასოდეს არ იყო მოწესრიგებული ნარჩენების გატანის საკითხი. გარდა ამისა გააკეთეს განათებები ქუჩაში. სხვათა შორის კომუნისტების დროს არ იყო ქუჩის განათება, იყო მარტო ცენტრში. ეხლა დაგსელეს მთელ სოფელში. გააკეთეს მისასვლელი გზები. ეხლა ჩვენთან არის დარჩენილი აქ და ამასაც გააკეთებენ. სიონის განაპირას ეს გზა ერთმანეთთან უჯარმასა და ახმეტას აკავშირებს. ვარაუდობენ, რომ ქართველი მეფეები ამ გზაზე ხშირად დადიოდნენ. როგორც ამბობენ ძველად აქ მეფეების მოსასვენებელი ადგილი იყო. საუკუნეების წინანდელი გალავნისა და სხვადასხვა ნაგებობების ნანგრევები აქ დღემდეა შემორჩენილი. უკვე 9 საუკუნეზე მეტია ამ ადგილას ადგილობრივებმა სალოცავი მოაწყვეს და ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ. სათევზაოდ, გასარუჯად და უბრალოდ სუფთა ჰაერზე დასვენების მიზნით სიონში ჩასული ტურისტები ძირითადად საოჯახო სასტუმროებში ბინავდებიან. ლაშქრობისა და თევზაობის მოყვარულები კი ღამეს კარავში ათევენ. ჩვენ ჩამოვედით თბილისიდან და ხშირად დავდივართ ხოლმე შაბათ-კვირობით, ესე ქალაქგარეთ გავდივართ ხოლმე და ესეთ სიტუაციას ვაწყობთ ხოლმე. ხან კარვებით ამოვდივართ, ხან ესე მანქანებით ჩამოვდივართ ხოლმე და რავი, ძალიან კარგია გამტვირთვა შაბათ-კვირაობით და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მოვაწყოთ ესეთი სიტუაცია. დაბა სიონში დამსვენებელთა რიცხვი პიკს აგვისტოში აღწევს. გასულ წელს აქ ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. წელსაც სიონში 10,000-მდე ტურისტს ელოდებიან.